რომ ჩვენ ცარო უშაყმაშვილი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე მინდა რომ მადლობა ვუთხრა მას რომ ის აქ არის და მე ვიცი რომ დღეს რთული დღე არის მისთვის და მადლობა მინდა ვუთხრა რომ ასეთი სამაგალითო არის ის რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ აძლევთ ინსპირაციას ზოგადად საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს დღეს ადამიანი და როგორი ადამიანები დგანან ამ პროტესტის ავანგარდში და მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და იმედია ჩვენ არ ვიცი გვიყურებს ახლა არჩილი და შესაძლებლობას სანამ დავიწყებთ საუბარს და მინდა რომ თქვენ ისტორიაზეც ვისაუბროთ, მინდა მოგცეთ შესაძლებლობა მიმართოთ მას. შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ახლა თქვენი სიტყვების მოსმენა. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო თქვენს ტელევიზიას, ასევე ყველა ოპოზიციურ არხს, ყველა ოპოზიციურ მედიას, რომელიც ესე ხაში გვიდგას და ასე აშუქებს პატიმრების სასამართლოების ხდომებს და ყველაფერს. არჩილი სავარაუდოდ მიყვანილი იქნება უკვე ალბათ 3 საათზე გაიყვანდნენ ციხეში იქნება და ალბათ მისმეს. არჩილ ჩვენ კარგად ვართ, ძლიერად ვარ პირველ რიგში, შენ თქო შევასრულე, არ მიტირია მომწერა რომ იცოდე და მითხრა ცრემლი არ დამანახოვო. ვარ შემართებით და იცოდე ვიბრძოლებ მეც და ყველანი მშობლებიც და შენი მომხრე და მთელი საქართველო იმისთვის რომ თქვენ გამოხვიდეთ ციხიდან და საქართველო იყოს აუცილებლად თავისუფალი, რომელსაც ამას ნამდვილად უახლოეს მომავალში მივაღწევთ. და კიდევ ერთხელ მოვიშვენთ ზურას სიტყვებს, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. და დღევანდელ მადლობა თქვენ და დღევანდელ საქმეზე მინდა გკითხოთ 534 ლარიანი ზიანისთვის 4 წლით ციხეში უშვებენ ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანს, თან ეს ხდება ქვეყანაში, რომელზეც მუდმივად გვესმის ხო ოპოზიციიდან, ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად კორუფციაში იძირება, რომ არაფერი ვთქვათ იმ კურსზე, რომელზეც უარი თქვა ქართულმა ოცნებამ, დღეს ამ არჩელის საქმეში მძიმე საქმეა ეს, მარტო იმიტომ არა, რომ 534 ლარიანი ზიანისთვის გაუშვეს ის 4 წლით ციხეში, იმიტომ რომ მოიპოვეს აღიარებითი ჩვენება მისგან, რომელიც იყო წარმოუდგენელი იყო ის სიტყვები, რაც დღეს მან თქვა, ჩვენ საერთოდ მე მგონი არასწორი ტერმინიც არის, რომ ვუწოდოთ ამას აღიარებითი ჩვენება, ის რაღაცა ხელმოწერა, რომელიც მოიპოვეს მისგან ფიზიკური დაპირისპირების, ფიზიკური ზეწოლის შედეგად და დღეს თქვა, რომ თქვენ რომ მოსამართლეს მიმართა არჩილმა, რომ თქვენ რო ყოფილიყავით ჩემს ადგილას კენედის მკვლელობასაც მოაწერდით ხელსო, ის ასე იხუმრა მან. მე მინდა რომ ამ ეპიზოდზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ დაკავებას წინ უძღოდა მართლაც ჯოჯოხეთი, რომელიც მან გამოიარა დაკავების დროს. აი ამაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ. იცით, რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, ეს არ არის აღიარებით ჩვენება, როგორც თვითონ მე ალბათ ადვოკატი ჩემზე კარგად ისაუბრებს და არჩილმაც აღნიშნა, ეს მით უმეტესო მას არ ყავდა იქ დაკავების 4 დღე ადვოკატი. მცდელობა იყო ამისი. მცდელობა იყო. ეს უბრალოდ როგორც მე ვერ ვერკვევი ამ ნიუანსებში, როგორც ვიცი, ეს უბრალოდ ამდენი წამების მერე ფაქტიურად და ზეწოლის მერე რომ მოეშორებინა და ეს და დაენებებინათ თავი, უბრალოდ რაც დაწერა, მით უმეტეს მას ჰქონდა ტვინის შერყევა, მას სავარაუდოდ სათვალეც არ ჰქონდა რომ წაეკითხა ნორმალურად, უბრალოდ სრული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზეწოლის ქვეშ ადამიანს ხელი მოაწერინეს ფურცელზე და მის წინააღმდეგ გამოიყენეს. რა თქმა უნდა, იმიტომ არ შეუშვეს ადვოკატი, არ დაუშვეს და იმიტომ რომ მას თხოვდნენ, როგორც იცით, ჰქონდათ სიები, რომლებიც სხვა ბიჭებსაც
ასევე ქონდათ სხვა ბიჭებზეც დაჭერილებზე 12 ადამიანის სია, რომელიც თვითონაც იცის ჩვენც მოგწერა ოპოზიციური ლიდერების სია და თხოვდნენ რომ მათზე დაედო ხელი და მე მას გაანთავისუფლებდნენ. რაც შორის დღეს ახალგაზრდებით საუბრობდნენ, მათ შორის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მათზე იყო არჩილს თხოვდნენ, რომ დაესახელებინა კონკრეტული გვარსახელები, როგორც ორგანიზატორები. კი, ყველანი გვარამია, ჯაფარიძე, თინა, ქალბატონი თუნელა, ყველა 12 მისია ქონდა ჩამონათვალ და ამაზე ქონდა ზეწოლა, რა თქმა უნდა, ყველა ყავდა ოპოზიციური ლიდერები, ვინც იყო, ყველაზე უბნეუბნელი მოეწერა ხელი, ერთ-ერთზე დაედო ხელი, რა თქმა უნდა, არც არჩილმა და სხვა შემთხვევებიც იყო, სხვა ბიჭებსაც უბნეუბნელი, რა თქმა უნდა, არ მოაწერეს, მაგაზე მით უმეტეს რომ არ ყოფილა რა თქმა უნდა არ მოაწერდნენ და ეს რაღაც აღიარებითი ჩვენება, რასაც გაჟღერდა, ნუ ეს არ არის ეს, რასაც გულისხმობენ და რაღაც კი ბატონო. ეს წერილი კი ბატონო, ამ თელს ამ ისტორიაში ჩანს ეს წერილი. ნიშნულოვანი არის ზუსტად ეს წერილი, რომელიც რამოდენიმე საათით ადრე დაკავებამდე ერთადერთი რაც აღიარა არჩილმა სამშობლოს სიყვარულია, რაც არის აი ამ წერილში მკაფიოდ დადასტურებული და მადლობა მინდა ვუთხრა მას აი ამ წერილს ავტორს, თუ კი გვისმენს და ასევე მინდა რომ მოლოდინი გქონდათ. ეს წერილიც ცხადყოფს ხო, რომელიც მან რამოდენიმე საათით ადრე დაწერა, რომ ამ განაჩენის მოლოდინი იყო, ახლა რა იქნება, ახლა რა საპირებთ თქვენ? ნუ ეხლა როგორც ადვოკატი ჩვენ ამაზე სარჩელს შევიტანთ, რა თქმა უნდა არ გავჩერდებით, იმიტომ ეს იყო რაღაც აბსურდი, ნამდვილად აბსურდი იყო. იცით, მოსამართლეზე მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად ცბიერი ადამიანია, თითქოს სასამართლოებზეც ეხლაც ისეთ აჩვენებდა თავს, ვინც არ იცნობდა რომ რაღაც იმედი მქონდა მე თვითონ პირადად, მაგრამ თვითონ არჩილი კატეგორიულად თავიდანვე მეუბნეოდა, როცა არ არჩევობს 1%-იც კი და ძალიან გთხოვ რომ ეს იმედი არ გქონდეს და ну ბოლოს ავიყვანე მეც ჩემი თავი გუშინ ცოტა ძალიან ცუდად ვიყავი ძალიან განერვიულებული მით უმეტეს ტერიშვილის საფლავზე ვიყავით და მძიმე დღე იყო და დღის ბოლოს ძალიან რაღაც გატეხილივით ვიყავი, მაგრამ ეს წუთიერი ის იყო, დღეს აღვიდგინე ძალები და ვარ მხნეთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე. მინდა კიდე ერთი აღნიშნო, რომ აი დღეს იცით მე მაშინ მივხვდი, რომ მას გამოუტანენ განაჩენს, როდესაც დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა და გადაგვიყვანეს სხვა დარბაზში. და უკვე მივხვდი, რომ აი მე აი ხომ დააკმაყოფილეს თუნდაც მცირედი. გაგვიყვანეს სხვა დარბაზში და ამ დროს აი თვითონ ამავე დარბაზში, სადაც გადატიხრული არის, ორად არის გაყოფილი დარბაზი და არის მის ხმა აქედან იმის გამო გაგვყარეს, როგორც დღეს რომ მოვითხოვეთ, რომ არის მოდა ხმა, ასევე მოვითხოვეთ სამი სასამართლოს წინ ამ დარბაზშივე ვთქვით უბრალოდ რომ არის მოდა ხმა და აი ამის გამო ბატონმა გიორგიმ მოსამართლემ დაგვატოვებინა დარბაზი და ჩაკეტა საერთოდ და ფაქტიურად დღეს მარტო მე ვიყავი, მარტო მე დამიშვა არჩილის სასამართლოზე. ну ახეს უკვე მივხვდი რომ რახან მე დღეს დაგვაკმაყოფილეს და გადაგვიყვანეს რომ რაღაცის უნდა და რომ ვითომ ჩვენთვის გული მოეგო ამით ვითომ რაღაც გაგვიკეთა და გაგვიყვანა დარბაზში რომ გაგვეგო ფაქტიურად არის მოდა არც მოსამართლის ხმა არც არჩილის არც ადვოკატის და აი ამის გამო რომ ჩვენ მოვითხოვეთ
თქვით უბრალოდ ხმა არის მის აი ესე დაგჭარჭეს და მინდა უთხრა ჩვენს მოსახლეობას ვისაც კიდე ცოტა რამეში ეჭვი ეპარება რაღაც ბიზნეს მხარს უჭერს თუნდაც შიშის გამო რო არ დაკარგონ სამსახურები მისმა ოჯახის წევრებმა ხვალ ყველაფერს აი ამ უბრალოდ ხმასაც კი აგიგრძალავენ არათუ გამოსვლას, გაპროტესტებას, აქციაზე დგომას. და მინდა რომ გვერდით დაგვიდგნენ ჩვენ არა, თავიანთ შვილებს დაუდგნენ საქართველოს, გამოვიდნენ გარეთ. ნუ ეშინიათ, იცით, შიში ძალიან ცუდი თვისება არის. შიში გატეხს ადამიანს. ნუ გეშინიათ, ნუ ომის გეშინიათ, ეს ხომ აბსურდია რომ ომი იქნება. ომი იქნება მაშინ თუ ბიძინა დარჩება და მისი მონები. ომი იქნება მაშინ თუ ჩვენ გარეთ არ გამოვალთ და ამ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს არ დავამხობთ, არ გავაძევებთ საქართველოდან. მე მეწოდება, ნამდვილად მეწოდება, ეხლა თუნდაც ჩვენი მოსამართლეს, არ ვიცი მას შვილები, რა თქმა უნდა და შვილიშვილების ეყოლება, მისი შვილები რომ ვერ გაბედა, რომ სიმართლის მხარეს დამდგარი იყო და ეს ობოლი ბიჭი ასე არ გაეწირა. იცოდეს მან, აი აქედან მიმართავ, რომ სხვა თუ არაფერი ამ ობოლი ბიჭის ცოდვას ვერსად გაექცევა. მას აუცილებლად მოთხოვს ხალხი თუ არა ღმერთი პასუხს, როგორც ბიძინას და მის ქვეშევრდომებს. ჩვენ არავის დაუბრუნებთ საქართველოს, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ნამდვილად ძალიან ძიმე გადაწყვეტილება მიიღო არევაძემ და მე მინდა კითხოთ ასევე რომ აი თქვენ ახსენეთ რომ ობოლი ბიჭი ასე უწოდებთ არჩილს, რომელსაც არც მშობლები ყავს, ბებია გარდაეცვალა რამდენიმე წლის წინ და თქვენ ხართ ერთადერთი პრაქტიკულად მის ცხოვრებაში იმედის მომცემი, მაგრამ აი პაემნებთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ამ ხრივადაც არის რთული ვითარება, რა სამართლებრივი გადაწყვეტა შეიძლება ჰქონდეს ამ ამბავს, რომ მაგალითად თქვენ მაინც მოგეცეთ შესაძლებლობა არჩილის ნახვის. იცით არჩილს ჰქონდა, ნუ როგორც იცით უკვე უნდა შევსულიყავი, გაკეთებულიც მქონდა რაღაც საბუთები და ბოლოს აღმოაჩინეს თურმე, რომ არჩილს ჰქონდა რაღაც სამართალ დარღვევა ჰქონდა ახლა ამაზე. ნამდვილად და აი თუნდაც ერთი წლის მანძილზე ჰქონდა წყვეტა. ერთი წლის მანძილზე რომ მასთან თუნდაც საზღვარგარეთ გასულიყო, მასთან არ ჰქონდა არავის შესუსუფლება, რახან არ ჰქონდა ოჯახი და არ ყავდა ახლობლები. ნუ მე მივმართე სამინისტროებს, ტელევიზიიდანაც და დამთეს უფლება რომ მენახა მე ესე ჯერადად, მაგრამ მე კიდე დავწერე და რამოდენიმე დღის წინაც დამიშვეს და ვიყავი ნახე შუშის იქით 1 საათიანი შეხვედრა გქონდა. ნუ შემდეგ ციხის უფროს დაურეკია სხვათა შორის, ეხლა ყოფილ უფროს არჩილისთვის და უთქვია რომ მე ასე რომ წვალობდი, რომ რაღაცას მოგიხერხებთო და ნუ ისიც გაანთავისუფლეს. ეს ეხლა ვინც გაანთავისუფლეს იმ ადამიანზეა საუბარი. და რომ რაღაცას მოგეხმარებოდა, რაღაც გამონაკლს დაუშვებდა, რომ მე ის მენახა და ეხლა როგორ იქნება ვერ გეტყვით, არც იმაში ვერ ყვევი, შემდეგ მის ჯილზე როგორც გაგონილი მაქვს, თითქოს უფრო ადვილია. პაემანი, მაგრამ ვერ გეტყვით. თქვენი შეხვედრა მინდა გაიხსენოთ, რა გითხრათ არჩილმა, თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. ეხლა შეხვედრა ბოლოზე მივით. არაფერი ძირითადად ეს მითხრა, რომ მაინც პირველი შეხვედრა ალბათ უფრო განსაკუთრებით ემოციური იქნება. პირველი შეხვედრა მართალი გითხრათ ძალიან ძნელი იყო, თვითონაც მწერდა მე რომ თან რომანამდე გამომიშვეს და ნერვიულობდით ძალიან, რომ კიდე რაღაც არ აღმოეჩინათ, კიდე რო არ შევეშვით. ფაქტობრივად პანჯრის მიღმა იყო. პანჯრის მიღმა, თვითონაც მომწერა რამდენიმე მინდოდა მეც რა უნდა მეთქვა და ფაქტობრივად მე ვიხსენებდი რა უთხარი, რა მითხრა, ძალიან ემოციური იყო.
ძალიან რთული იყო. იცით, თუნდაც ეს ჩვენი ემოციები, რასაც ეს თავრობა გვიკეთებს, ძალიან არ ვიცი რა ვთქვა, სასტიკია, უსასტიკესია. ეს თუნდაც ნარკოტიკებზე ბიჭები გაამართლეს, რაღაც იმედი ვიღაცას ჩაუსახეს, ესენი არიან სადისტები, ჩვენს ემოციებს აკონტროლებენ, აი რამდენად ჩვენ გაგვტეხეს, რამდენად დათრგუნულები ვართ, მაგრამ ჩვენ სულ ყველანი ვართ ძლიერად, შეიძლება რაღაც სისუსტე წუთიერი გამოვიჩინოთ, შეიძლება დედებმა რაღაც ცრემლიც გადმოვყაროთ, არის მომენტები, რომ ვერ შეიკავო ტელევიზიასთან თავი, მაგრამ იცოდნენ, რომ ძალიან ძლიერები ვართ, იმიტომ რომ ისეთი შვილები ყავს იქ. ისინი ნამდვილად იქიდან გვაძლიერებენ, არჩილი, რა ვიცი, ეხლა ბოლო შეხვედრაზე დამარიგა, ითხრა, რომ არ უნდა მეტირა, იმიტომ რომ ვიცი, რომ არჩილი ნერვიულობს, აი სხვის ტირილზეც მშობლის მით უმეტეს ჩემზე, ძალიან განიცდის, ამიტომ ვცდილობ სულ გაღიმებული ვიყო, სულ შემართებით ვიყო, ერთი პერიოდი იყო, რომ უყვირდათ ოჯახშიც მეუბნეოდნენ, დედა, ჩემი შვილები მეუბნეოდნენ, ესე დადიხარ ვიღაცა უცხომბ რო შეგხედო, სულ იღიმები, სულ ის არის ამ დროს, ვიცი რომ არჩილს ეს ამხნევებს ჩემი მხნეთ ყოფნა, ვინ რა იცის მე სახში როგორ ვართ დედები, მე ხო უკვე დედად მოვიხსენიებ ჩემ თავს და ბედნიერი ვარ რომ მე არჩილმა მიმიღო. ბედნიერი ვარ რომ ჩემი იმედები გაამართლა და იცით ეს არის ვფიქრობ რომ ღმერთის წყალობაც არის რომ აი შემხვდა მე ხო არ ვიცოდი კი გავიგე რომ ნიჭიერი ბიჭი იყო რომ აი ეს გამოცდები ესე წარმატებით ჩააბარა მე არც ვიცოდი მას რომელი საგნები იცოდა იმიტომ რომ ვერ ვნახულობდი ტელეფონზე რაღაც ვერ ვასწრებდით დარეგისტრირების დროს ჩავწერე 5 საგანი ეხლა მეუბნია თუ 3 საგანი იყო ჩასაბარებელი ეხლა მეუბნია რატომ და ეს 5-ზე რატო გამიყვანეო მეუთხარი შევცდი 10-ზე არ გაგიყვანე იმიტომ რომ ვიციო ფიზიკაშიც ძალიან წარმატებული ბიჭია და გახდა სტუდენტი კი რომელი უნივერსიტეტის ვფიქრობთ რომ ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე მოხდება და აი ჩვენი ბიჭები ზვიადიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია და სულ ყველა განათლებული ბიჭები არიან მე ნამდვილად აღდგება სამართალი და ეშინოდეთ ამ ჩვენ მოსამართლეებს რომ მე ესენი გაასამართლებენ. თქვენი გისმენთ ახლა და მე ვუსმენ დედას პრაქტიკულად არჩილის დედას ეს რესურსი საიდან მოიტანეთ როგორ მოახერხეთ? იცით მე საერთოდ ბუნებით ძალიან მზრუნველი ვარ. მზრუნველი ვარ ჩემ შვილებზე ვიყავი ყოველთვის მის მეგობრებზეც და ბუნებით ძალიან განვიცდი როცა ადამიანი იჩაგრება ეს თქვენი შვილების დამოკიდებულება როგორია? ჩემი შვილები რა თქმა უნდა ჩემი ბიჭი განსაკუთრებით ამაყობს რა თქმა უნდა გოგონაც დიდი შვილები კი არჩილზე დიდები მყავს 1-3 წელით ერთი ორი შვილი ყავს ორი შვილებიც მყავს ჩემი შვილი კი არჩილის სახილია ჩემთან სახში. იმ დღეს მეუბნია ბებო იცი ძალიან მიყვარს არჩილი. არჩილი არის თქვენი პრაქტიკულად ნაბოლარა შვილი შეიძლება ნაბოლარი შვილი. ნამდვილად და რა თქმა უნდა გვერდში მიდგანა შვილებიც აიცით ერთი მათ ყველაფერი არის ბოდის გიხდი გაწყობინებთ ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ახლა საუბრობთ თქვენი შვილების დამოკიდებულება თუნდაც არჩილის მიმართ თქვენი დამოკიდებულება გაუმართლა ძალიან ნამდვილად აი დედა მიუხედავად იმისა რომ დღეს ვამბობთ ამ სიტყვებს გისმენთ დედა მყავს 85 წლის და ძალიან თანამიგრძნობს რა თქმა უნდა ნუ ჩემი გაზეთები და სოფელში არიგებს, მიყურებს, ყველა იმ დღეს თედოს სასამართლო რო იყო, თედოს გვერდზე ვიყავი და
რატომღაც რო უყურა ვერ მიხვდა ახლა არჩილი ფიზიკურად ტელევიზიიდან კი ეგონა რომ არჩილი გამოუშვესო ის გახარებული ვიყავი მირეკავს დედა არჩილი გამოუშვეს ნუ ხო მაგრამ იცით აი ერთი კიდე მინდა რომ ძალიან აი დღეს გუშინაც ვფიქრობდი და დღესაც გული მტკივა აი ჩემს ახლობლებზე განსაკუთრებით მეგობრებზე იმიტომ რომ კი თანამიგზნობენ ბევრი რამოდენიმე რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ბიზნეს მომხრები არიან რატო ვერ ხვდები იმიტომ რომ აქ ალბათ კაი ცხოვრება და აი მაინც გული მტკივა რომ ზოგს ეშინია წერენ რომ აი მე ვერ გამოვალ შვილები ოჯახი ეშინიათ ну ზოგი აი არ შეუძლია ვერ გამოვა ჩემნაირად ვერ ივლის მე მინდა მომივმართო ჩემს მეგობრებს აი რომლებიც მხარსაც მიჭერს რომელიც არ იზიარებს ჩემს რა მნიშვნელობა აქვს მე თქვენი შვილებისთვის თუნდაც ის ყოფილიყო ყაჩაღი თუნდაც ის ყოფილიყო დამნაშავე იცით თქვენ რომ მე თქვენს გვერდით ვიქნებოდი სასამართლოებშიც ვივლიდი და თუნდაც ის პოზიცია არ გამეზიარებინა აქციებზეც გამოვიდოდი რაც სამწუხაროდ თავიანთი მედან გამოდიან თავიანთი კომფორტის ზონიდან ვერ გამოდიან და აი ძალიან მტკივა გული აი ძალიან სამწუხაროა მაგრამ მე ისეთი მეგობრები შევიძინე აქციაზე რომ ალბათ ზოგიერთი ბავშვობის მეგობარსაც მირჩევნია დღევანდელი შეძენილი თუნდაც არჩილიც აქციის მეგობარია და მინდა რომ გამოფხიზლდეთ იცით რომ მე თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი თქვენი მშობლების ერთობა ეს კიდევ ცალკე არ ვიცი სანახაობა არის და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ამ ერთობის ყურება მე ჩემს თავზე არ ვსაუბრობ მხოლოდ ეს მესმის სულ აქტივისტებისგან საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისგან რა წარწერა გაქვთ ხელში ვხედავ წარწერა ეს არის არჩილის ასე ვთქვათ სლოგანი ადრე რომ შეგიძლიათ გვაჩვენოთ კი ეს არის ნობილის ჩემი სხვა დროსაც გამიკეთებია ეს არის მიეცი ადამიანს განათლება ადამიანი აირჩევს თავისუფლებას ეს მქონდა ჩანთაში მე ხო ჩანთაში არჩილის სურათები მაქვს ჩანთას მატოვინებდნენ მე ვთხარ მე მაისური რომელსაც არჩილის სურათით იმასაც ხო დამატოვინებთ მეთქი და მე ეს იპოვეს და ამომაღებინეს დამატოვინეს. ეს არის არჩილმა რომ გადაწყვიტა რომ დავარეგისტრირე გამოცდებზე აი ეს მომწერა რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და განათლება ასოცირდება თავისუფლებასთან. და ამას ამბობს ადამიანი რომელიც არის ციხის საკანში. და ეს იმის არის აღნიშნულიც რომ აი ჩვენს პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულს რომ არ განათლება, იმიტომ მან არ იცის თავისუფლების ფასი. ნამდვილად, არჩილე ბევრად თავისუფალი არის მას განათლება რომ მაგამ არიან განათლებულები რა თქმა უნდა ეს დამთავრებული არ ნიშნავს ადამიანს რომ განათლება არა თავისუფლების და სიყვარულის უნარი. ეს არჩილის კი ბატონო მადლობა და ორი სიტყვით მინდა უნდა დავასრულოთ ხვალინდელზეც მითხრათ როგორც ვიცი მშობლები აპირებთ დასავლეთ საქართველოში გამგზავრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიით აი ხა დღეს გუში რომ მითხრეს გუში რაღაც ძალიან ისე ვიყავი მოტეხილი გატეხილი ვუთხარი რომ ვერ გეტყვით აი ხვალინდელი დღის მერე დღეს რატომღაც უარესად ყოფილიყავი და ხვალ ვაპირებთ დასავლეთში, კერძოდ ზესტაფონში, თერჯოლაში, შემდეგ ქუთაისში წერილების დარიგებას, ციხის წერილები, პატიმრის წერილების. ჩვენ ახლა ვიყავით ბოლოს ახმეტაში, სადაც რაღაც
არაჩვეულებრივი რაღაც აღფრთოვანებული წამოვედით იქაური მაცხოვრებლებით, იმიტომ სულ ყველა ერთხმად გაზეთებს, გვართმევდნენ, გამარჯვებას გვისურვებდნენ და იქით გვეკითხებოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ არჩევნებზე. იმიტომ დაბნეულია ხალხი, იქ არა ქართველი მოსახლეობა განსაკუთრებით ჩვენო სულ დავდივართო და ეხლა როგორ უნდა ვკნათო არჩევნებზე წავიდეთ, როგორ მოვიქცეთ. და ჩვენ რა თქმა უნდა, სადაც მიგვიწვდება ხმა, ვეუბნებით, რომ აუცილებლად 4 ოქტომბერს თბილისში ვინც შეძლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, განსაკუთრებით თბილისში მაცხოვრებელი, ერთხელ მაინც რო არ გამოხვიდე და გააპროტესტო, უბრალოდ დადგნენ ჩვენთან ერთად და დაგვინახონ ამათმა თუ რამდენი ვდგებათ ქუჩაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ინფორმაციით ასევე მშობლებს ვცდილობთ ჩვენი შვილების ისტორიები გაიცნო. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა შესანიშნავი ისტორიისთვის, იმედი არჩილი გვისმენდა და არ ვიცი თქვენი ისტორია ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მინდა ვთქვა, არის სრულიად უჩვეულო, იმიტომ რომ არც არჩილი არის პატარა. მე იშვიათად მინახავს ამ ასაკში ასეთი სიყვარული გაიღოს ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანის მისამართად. მადლობა ამისთვის. დავემშვიდობებით ცაროს, უსასრულოდ შეიძლება თქვენთან საუბარი, მაგრამ უნდა დავასრულო